ბოსტონი დღისით 12 საათი. ხალხრივი გზა. ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქი. იგივე ფუსფუსი, იგივე მოძრაობა. თუმცა კვირაა. კონფერენციის შესვენებებში, როდესაც საშუალება მომეცა, აღმოვაჩინე, რომ ისე ახლო ყოფილა ჩემი სასტუმროდან მთელი შოპინგი, რომ არ შეიძლებოდა არ გამოსულიყავი და არ მინახა თუ ბოსტონი რამეთი გამოირჩევა გასაკვირად დიდი არაფრით, მაგრამ არქიტექტურა ძალიან მომწონს, როდესაც აი ამ მაღლივ შენობებს შორის კინაბეტონით არის ყველაფერი დაკავშირებული ერთმანეთთან. აი ამ შენობებს შორის არის კინაბეტონის კონსტრუქციები, გადადის ერთიდან მეორეში და ქუჩაში გაუსვლელად შეგიძლიათ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე მიხვიდეთ. თუ რამე შოპინგი გაქვთ მოსაგვარებელი, აი ამ მოლში მოაგვაროთ. საკმაოდ ლამაზია. საკმაოდ სასიამოვნოა ესე გასეირნება. ბოსტონის შუაგული ეს ქუჩა საკმაოდ ცნობილია, Newbury Street. Newbury-სა და Berkeley-ს გადაკვეთა. ესეთი არქიტექტურა ამ ძალიან ლამაზ ქალაქში. ამ რეგიონს საერთოდ ახალ ინგლისს ეძახიან, New England. Massachusetts შტატი. New England. ველოსიპედები გასაქირავებელი. ისევე როგორც ბათუმში. ნურითია ბოსტონი კიდევ ცნობილი, ეს რა თქმა უნდა ჰარვარდის უნივერსიტეტია. საერთაშორისო ქალაქია და იმის გამო რომ ჰარვარდი აქ არის, ეს ქალაქი იზიდავს ძალიან ბევრ სტუდენტს მსოფლიოს მრავალი კუთხიდან. არა მარტო ძნელია ჰარვარდში მოხვედრა, არამედ ძალიან ძვირიც არის. საკითხული მაქვს, რომ ჰარვარდში განათლება 500,000-მდე აღწევს მთლიანი განათლება რომ მიიღოს ადამიანი. ერთ-ერთი უძვირესი ქუჩა ბოსტონში, Newbury Street, როგორც გითხარით. ეს ალბათ ვაკის ეკვივალენტია. ჭავჭავაძე ან აბაშიძე, ასე გამოდის, ხო? აქ კი პარკი. ლამაზი ქალაქური პარკი. მინდა ემანუელის ეკლესია. ალბათ შეამჩნიეთ დროშა, რომელიც
გარკვეული უმცირესობის გამომხატველია და ეს ეკლესია ამით ნიშანს იძლევა, რომ არის შემწყნარებლური ყველა ჯგუფის მიმართ. ეს gallery de Orsay არის ძალიან ცნობილი გალერეა, სადაც არის Picasso, Monet, Salvador Dali. დღეს აუცილებლად შევალ და დავათვალიერებ. როდესაც ბოსტონში ხარ, ეს გალერეა it's on the must list. ანუ აუცილებელია რომ ესეთ ადგილას მიხვიდე და არ გამოტოვო. იგივე როდესაც ამსტერდამში ვიყავი, რა თქმა უნდა, იქ ვან გოგის გამოფენის გამოტოვება ყოველად შეუძლებელია. კოხტად არის მაღაზიები განლაგებული პირველ სართულზე და ხანდახან ეს კიბეებითაც კი არის საჭირო რომ ახვიდე მაღაზიაში. ეს ხელს არაფერს არ უშლის, პირიქით ლამაზია. ხშირად მინახია ვაკეშიც, როდესაც ესე პატარა კიბეებით უნდა ახვიდე ან კაფეში ან მაღაზიაში. საკმაოდ მომხიბვლელია. ულამაზესი შემოდგომა ბოსტონში. კოხტა ქუჩებით. უსაყვარლესი არქიტექტურით. საინტერესო მაღაზია ზინგერების კოლექციით. მახსოვს 90-იან წლებში საქართველოში, როდესაც ეს ცუდი ეკონომიკური პირობები იყო. ყველა ზინგერებს ეძებდა და ვიდეოდა ამ ზინგერების გადაყიდვა. ამდენი ზინგერი ერთ მაღაზიაში. არქიტექტურის მხრივ ულამაზესი ქალაქია ბოსტონი. ძალიან მოვლილი კოხტა ლამაზი შენობებით. ფართო სავალი ბილიკებით ფეხით მოსიარულეთათვის ძალიან კარგი ატმოსფეროა ქალაქში. ადამიანს სიამოვნებს. დიდ შენობას, რომელსაც ხედავთ, არის მონტესორის სკოლა. სხვათაშორის სალომე მონტესორის სკოლაში გაიარა დაწყებითი განათლება. და ამ გამოცდილების შემდეგ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ რა სამწუხაროა, რომ მე როგორც ბავშვმა ვერ განვიცადე ეს, რომ მევლო მონტესორის სკოლაში. ძალიან კარგი ფილოსოფია აქვს ამ სკოლას. წინვალე რაღაცა არის. ზრდიან ბავშვებს თავისუფალი გონებით და თავისუფალი მიდგომით ცხოვრებასთან, ყოველგვარი დოგმების გარეშე. თვალშისაცემია კოსმეტიკის და კოსმეტოლოგების სიუხვე. ყოველ ნაბიჯზე. სხვადასხვა მომსახურებების სფეროები, რაც შეეხება ადამიანის wellness, კოსმეტიკას, სილამაზეს, პარფიუმერიას და კანის მოვლას. ეს დაწესებულებები მეტი წილი ამ ყველაფერს ეძღვნება. ცნობილი პატარა ეზოები, ესეთი კოხტა პატარა ეზოები, ჩამწკრივებული ტაუნჰაუსები. წარმოიდგინეთ აქ 100 ან 200 წლის წინათ როგორ გამოიყურებოდა ყველაფერი.
ალბათ ისე როგორც კინოებში გვინახია ამერიკა. ერთ-ერთ ესეთ კოხტა კაფეში შემოვირფინე. Give me something else then. Yes. Yeah, that works. Yeah. Sure. No worries. აქეთ არის სამკერვალო და სადღაც ესეთ სარდაფში არის ესეთი ლამაზი კაფე. It's so cute how you guys have everything. Very cute. Thank you very much. We love it. Yeah. ძველი და თანამედროვე ასე ერწყმის ერთმანეთს ბოსტონში. საკმაოდ ნიშანდობლივია ამ ლამაზი კოხტა სახლების იქით მაღალი შუშის შენობა. და კიდევ რამდენი შუშის შენობები, შუშის ბეტონის და რკინის შენობები. ეს კონტრასტი ყოველთვის ულამაზესია, როდესაც გვერდ არის წარსულიც და მომავალიც და ათვაც. ქალაქის ცენტრი მაღლივი შენობებით და ლამაზი ეკლესიით. ქალაქის ბიბლიოთეკა. კომპანია Apple-ის მაღაზია, ნუ იქ სადაც iPhone-ები, iWatch-ები და MacBook-ები იყიდება. ძალიან საინტერესო კონცეფტი. სულ შუშაში ზემოთ სადღაც ერთი ვაშლის ემბლემა და მეტი არაფერი. სრული გამჭირვალეობა, როგორც ერთ დროს ქართულ პოლიციას ჰქონდა. ბოსტონი კიდევ ცნობილია ბეისბოლის გუნდით Boston Red Sox და ამერიკული ფეხბურთის გუნდით New England Patriots. ეს ორი გუნდი არის ბოსტონიდან საკმაოდ ცნობილი გუნდები და საკმაოდ ხშირად გამარჯვებულები, რასაც ამერიკელები ეძახიან World Series. ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც საკუთარ ჩემპიონატებს, მსოფლიო ჩემპიონატებს ეძახის. განსაკუთრებით ბეისბოლში და ამერიკულ ფეხბურთში. ნუ ერთი მხრივ გასაღებია, იმიტომ რომ კიდევ ვინ თამაშობს ამ თამაშებს. მაინც და მაინც არც თუ ისე ბევრი ქვეყანა ბეისბოლს თამაშობს. კუბა, იაპონია, არის ცდილობა რამოდენიმე სხვა ქვეყანაში, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკელებისნაირად ვერ თამაშობენ. იგივე ხდება ამერიკულ ფეხბურთში. მახსოვს გერმანიაში, როდესაც ცხოვრობდი, იყო იქ ლიგა ამერიკული ფეხბურთის. აქაც ვერავინ ვერ შეედრება ამერიკას და ამიტომ აი ასე ურცხვათ, მაგრამ მაინც სამართლიანად ეძახიან საკუთარ ჩემპიონატებს, მსოფლიო ჩემპიონატებს. ანუ თუ გაიმარჯვა გუნდმა ამერიკის NFL-ის ჩემპიონატში, ფეხბურთში, ანუ ამერიკულ ფეხბურთში, მათ ასევე მსოფლიო ჩემპიონები ეწოდებათ. გამთავრდა ჩემი მორიგი მოგზაურობა, უკვე სახლში ვარ, ანუ Wausau, Wisconsin. რა საინტერესოა, როდესაც სახლს ვეძახი ამერიკას, არა და ნუ ჩემი სახლი, რა თქმა უნდა, საქართველოა და თბილისი უჯარმა ჩემი საქართველოს ნებისმიერი კუთხე არის ჩემი სამშობლო, მაგრამ ამჯერად ჩემ ამერიკულ სახლში დავბრუნდი ბოსტონიდან და ნიუ-იორკიდან
და ძალიან მიხარია ჩემი საყვარელი ოჯახის ნახვა ისევ. ძალიან მომენატრა სალომე და ლენა. დროებით შემოკარგებო.